საქმიანი საღამო სპონსორია კორა კონსალტინგი. აზიის განვითარების ბანკი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 1%-ული პუნქტით 7%-მდე ზრდის. ამის შესახებ ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ეკონომიკურ მიმოხილვაშია საუბარი. საქსტატის წინასწარის შეფასებით 2025 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.6% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველი 8 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა. ეროვნულმა ბანკმა 2025 წლის მეორე კვარტლის მიმდინარე საგადასახდელო ბალანსის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად საქართველოს საგადასახდელო ბალანსი უარყოფითი იყო და დეფიციტმა 272 მილიონ 900.000 დოლარი შეადგინა, რაც კვარტლის მშპ-ს 3% შეადგენდა. საღამოშვიდობის საქმეის საღამოს სტუდიიდან მოგესალმებით, საიდანაც ყველაზე მნიშვნელოვან და აქტუალურ ამბებს გიყვებით. ჩვენი ამ გადაცემის ავტორები გიორგი თოლორდავა და ბეკა ბაციკაძე ვართ. დავიწყოთ. საქსტატის წინასწარის შეფასებით 2025 წლის აგვისტოში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6.6% შეადგინა, ხოლო 2025 წლის პირველ 8 თვის ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 7.9%-ით განისაზღვრა. ამასთან აგვისტოში კერძო სექტორის ბრუნვა ჯამურად 15.3 მილიარდ დოლარს შეადგენდა. გასული თვის ეკონომიკურ მაჩვენებლებთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ, რომელმაც განაცხადა, რომ კონკრეტული სექტორების მიხედვით ზრდა ძირითადად IT სექტორს უკავშირდება, ასევე გაუმჯობესებულია საფინანსო სექტორის მაჩვენებლები, რაც ძირითადად ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდას უკავშირდება, ამასთან კლებაა სამშენებლო და დაუმუშავებელი სექტორების მიმართულებით. ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორში ზრდის ძირითადი განმაპირობებელი იყო კომპიუტერული პროგრამების შემუშავება, ასევე IT სექტორში კონსულტაციების გაწევა და მასთან დაკავშირებული მომსახურების მოცულობის ზრდა. საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობის სექტორში ზრდა დაკავშირებული იყო კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების მატებასთან. ენერგეტიკის სექტორში ზრდის გამოწვევ მიზეზად გვევლინდება თბო ელექტროსადგურების გამომუშავების მოცულობის ზრდა. ორ სექტორში შეინიშნებოდა შემცირების ტენდენცია, ერთ-ერთი გახლავთ მშენებლობის სექტორი, სადაც კლება ძირითადად დაკავშირებული იყო სამოქალაქო მშენებლობასთან, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია ხიდების, გზების და მაგისტრალების მშენებლობის მაჩვენებელი. რაც შეეხება დამამუშავებელი მრეწველობის სექტორს, სადაც შემცირების ტენდენცია გამოვლინდა, ეს ძირითადად დაკავშირებული იყო დამამუშავებელ მრეწველობასთან. აზიის განვითარების ბანკი 2025 წლისთვის საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 1%-ული პუნქტით 7%-მდე ზრდის. ADB-ს განმარტებით წელს საქართველოში ფაქტობრივი ზრდა არის უფრო მაღალი, ვიდრე ისინი აპრილში გამოქვეყნებული პროგნოზით ვარაუდობდნენ, რაც მნიშვნელოვნად ICT სექტორის მნიშვნელოვან ზრდას უკავშირდება. ADB-ს მსგავსად, სექტემბერში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 7%-მდე გაზარდა EBRD-მაც, ხოლო საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ივლისში 7.2%-მდე დააკორექტირა. მოთხოვნის მხარეს ზრდა კერძო მოხმარების მდგრადობამ უზრუნველყო, ასევე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა უცხოელი ინვესტორების მიერ მოგების რეინვესტიციის ორმაგმა ზრდამ. აბსოლუტური სიღარიბე 2.4%-ული პუნქტით შემცირდა და 9.4%-ს მიაღწია. უმუშევრობის დონე 0.8%-ული პუნქტით გაიზარდა და 14.7%-მდე ავიდა. მოსალოდნელია, რომ ზრდის ტემპი შენელდება გარე რისკების და გლობალური ფინანსური პირობების გამკაცრების ფონზე. თუმცა პირველ ნახევარში დაფიქსირებული მაჩვენებლების გათვალისწინებით 2025 წლის აპრილის პროგნოზი ზრდის მიმართულებით განახლდა, ხოლო 2026
2020 წლის პროგნოზი უცვლელი დარჩა. რეგიონული გეოპოლიტიკური დაძაბულობა და საერთაშორისო ბაზრებზე გაზრდილი სავაჭრო და ფინანსური დაუცველობა უარყოფით რისკებს ქმნის. გლობალურმა ეკონომიკურმა ფრაგმენტაციამ და სავაჭრო სანქციებმა ასევე რუსეთსა და სხვა სავაჭრო პარტნიორებში ზრდის შენელება შესაძლოა შეასუსტოს მოთხოვნა საქართველოდან ექსპორტზე. ხოლო მაღალმა გლობალურმა საპროცენტო განაკვეთებმა და ფინანსურ ბაზრებზე დაძაბულობამ შესაძლოა შეამციროს ინვესტორების ინტერესი და კაპიტალის შემოდინება. ამ რისკებმა ეკონომიკაში მაღალ არასაკმარის დასაქმებასთან ერთად შეიძლება შეაფერხოს ზრდის პერსპექტივები, რაც ხაზს უსვამს რეფორმების გაგრძელების აუცილებლობას. IT მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები მკვეთრ ზრდას აჩვენებს. საგადასახდელო ბალანსის მიხედვით წელს 6 თვეში სექტორის საგარეო შემოსავალმა $488,900 გადააჭარბა, რაც 55%-ით აღემატება 2024 წლის ორი კვარტლის მაჩვენებელს. აღსანიშნავია, რომ მხოლოდ მეორე კვარტალში კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურების ექსპორტიდან საქართველოს $122,600,000 მიიღო, რაც მოშეპოს 2,4%-ია. ამასთან წლიურად სექტორის საგარეო შემოსავლები თითქმის 65 მილიონით, ანუ 41%-ით არის გაზრდილი. IT მომსახურების ექსპორტიდან მიღებული შემოსავლები ნახტომისებურად 2022 წლიდან უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ იზრდება, თუ 2021 წელს ჯამურად IT სექტორის საგარეო შემოსავალი $152,600,000 იყო, 2022 წელს ეს მაჩვენებელი $511,900,000-მდე გაიზარდა და ზრდის მაღალი მაჩვენებლების შემდეგ წლებში შენარჩუნდა. მაგალითად 2023 წელს IT მომსახურების ექსპორტიდან მიღებულმა შემოსავალმა $784 მილიონი შეადგინა, ხოლო 2024 წელს $688,100,000. წელს ორ კვარტალში კი შემოსავალი უკვე $489 მილიონამდეა. მომავალი წლის ბიუჯეტის პირველადი ვერსია ცნობილია. 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 5%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაიგეგმა. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის პროგნოზი 100 მილიარდი ლარის ოდენობით არის გასასრული. გაზრდილია მომავალი წლის ბიუჯეტის ასიგნივით, რაც 30.5 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტში ნათქვამია, რომ 2026 წლის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები 26 მილიარდ 800 მილიონი ლარი იქნება, რაც 2025 წლის გეგმასთან შედარებით 1.5 მილიარდით მეტია. მომავალ წელს საქართველოს ევრობონდების რეფინანსირებას უწევს. ამავდროულად ბიუჯეტი ითვალისწინებს თითქმის 3 მილიარდი ლარის ვალის დაფარვას, შესაბამისად ვალდებულებების წმინდა ზრდა 2.3 მილიარდი ლარის ტოლია. სამინისტროებს შორის ყველაზე მეტად 800 მილიონი ლარით იზრდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი და ის 9.6 მილიარდ ლარს მიაღწევს. მეორე ყველაზე მსხვილი ბიუჯეტის მქონე სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება, რომლის ბიუჯეტი 3.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება. მესამე ადგილზე კი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო 2.6 მილიარდი ლარის ოდენობის დაფინანსებით, რაც წლიურად 470 მილიონი ლარით არის შემცირებული. 2026 წელს პენსია 20 ლარით გაიზრდება. ბიუჯეტის პროექტი პენსიის ინდექსაციის შესახებ კანონის თანახმად პენსიების ზრდას ითვალისწინებს. კანონის თანახმად წლიდან წლამდე პენსიის ზრდის მინიმალური მაჩვენებელი 20 ლარზე ნაკლები არ უნდა იყოს. სწორედ ამდენით იზრდება 60 წლამდე პირების პენსია, რაც მომდევნო წელს 370 ლარით განისაზღვრება. მაღალმთიან დასახლებებში ამ კატეგორიის პენსიონერები 444 ლარს მიიღებენ. 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 45 ლარით და განისაზღვრება 495 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში თითქმის 594 ლარს გაუტოლდება. გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 45 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 9.4 მილიონი ლარის მოტყუებით დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის საქმეზე ლაგი კაპიტალთან დაკავშირებული ორი პირი დააკავა. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ კომპანიამ 2023 წელს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისათვის გამოცხადებულ 11 ტენდერში გაიმარჯვა, რომელიც 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას ითვალისწინებდა. დღეის მდგომარეობით არც ერთ ობიექტზე სამშენებლო სამუშაოები არ დასრულებულა. ამასთან, ამავე კომპანიას უნდა აეშენებინა გორის მუნიციპალიტეტში 1, ხოლო ხაშურის მუნიციპალიტეტში 3 სკოლა. ამ შემთხვევაშიც არც ერთი სკოლა აშენებული არ არის. გამოცხადებული ტენდერების ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 94.5 მილიონ ლარს.
თბილისის ანძის მოდერნიზებისთვის ყოველდღე ველოდებით სამშენებლო ნებართვა სამის თაობაზე კას გრუპის გენერალურმა დირექტორმა ეკა თორდიემ საქმის კურსთან ინტერვიუში განაცხადა, როგორც ცნობილია, გასულ კვირას თბილისის ვიცე-მერმა განაცხადა, რომ თბილისის ანძაზე ვიზიტორთა ცენტრისა და პანორამული რესტორნის სამშენებლო სამუშაოები ანონსიდან თითქმის 10 წლის შემდეგ 2027 წელს დასრულდება. ინვესტორი კომპანიის კას გრუპის გენერალური დირექტორი, რომელიც ანძის მოდერნიზების პროექტშია ჩართული, აცხადებს, რომ ყოველდღე ველოდება მუნიციპალიტეტის მხრიდან სამშენებლო ნებართვაზე პასუხს, რომლის შემდეგაც მათ აქვს 2.5 წლიანი ვადა, რომ ადგილზე ვიზიტორთა ცენტრი და მაღალი კლასის პანორამული რესტორანი მოაწყონ. ეკა თორდიას თქმით, პროცესების გაჭიანურება თავად პროექტის სირთულემ განაპირობა, რადგან მუნიციპალიტეტის ჩართულობით მიმდინარეობდა მუშაობა იმაზე, რომ თბილისის ანძის ავთენტური იერსახე შენარჩუნებულიყო და პროექტი ისე განხორციელებულიყო. პროექტირების ეტაპი ცოტა გაგვიხანგრძლივდა, იქიდან გამომდინარე, რომ სხვადასხვა სტრუქტურებმა ყველა მიიღო მონაწილეობა ამ პროექტის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში საბოლოო სახით. ჩვენ გავიარეთ რამდენიმე ეტაპი. პირველი ეს იყო იერსახე, რომელიც უნდა შეგვენარჩუნებინა და მაქსიმალურად ანძის ავთენტურობა დაგვეცვა. დღეს მდგომარეობით მინდა გითხრათ, რომ საბოლოო პროექტი ჩამოყალიბებულია. ჩვენი მხრიდან წარდგენილია ყველა საჭირო დოკუმენტაცია, რომელიც უკვე ნებართვის გაცემის წინაპირობაა და შემიძლია გითხრათ, რომ ყოველ დღე და ყოველ წუთს ველოდებით უკვე რომ გაიცემა მშენებლობის ნებართვა. ნებართვის გაცემიდან ჩვენ გვაქვს 2 წელიწად ნახევარი, რომ დავასრულოთ მშენებლობა, თუმცა ჩვენი დიდი სურვილია, რომ უფრო მოკლე ვადებში განვახორციელოთ მშენებლობის პროცესი, ვინაიდან უკვე ამ პროექტზე იმდენი ვიმუშავეთ, რომ გვაქვს ჩვენი გარკვეული ორგანიზების და ვადების გარკვეული გეგმა, რომელსაც მივყვებით და დიდი იმედი გვაქვს, რომ დაანონსებულ 27 წელს ჩვენ ყველამ უკვე ვისარგებლოთ და ეს პროექტი უკვე ოპერირებაში გავუშვათ. სისხლის დონაციასთან დაკავშირებით ცვლილებები ამოქმედდება. სამინისტრო აცხადებს, რომ კანონის მიზანია მოსახლეობისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სისხლისა და მისი კომპონენტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, დონორების კულტურის განვითარება და სამედიცინო მომსახურების ხარისხის ამაღლება. სამინისტროს ცნობით, დაგეგმილი ცვლილებებით უსაფრთხო სისხლის პროდუქტებით უზრუნველყოფის მიზნით გამკაცრდება დონორთა შერჩევისა და ტესტირების პროცედურები. მოხდება სისხლით ვაჭრობის რეგულირება და უანგარო დონაციის წახალისება. მნიშვნელოვანი რეფორმა იწყება პრაქტიკულად იმ საკანონმდებლო აქტიდან გამომდინარე, რომელიც სისხლის დონაციასთან და ამასთან დაკავშირებულ ტრანსფუზიასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. 1 ოქტომბრიდან პრაქტიკულად იცვლება, თვისობრივად იცვლება და სიახლეებით გაჯერებული იქნება ეს სივრცე, ეს სფერო და მნიშვნელოვანი აღინიშნოს, რომ მომდევნო წლის 1 აპრილამდე ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი სიახლის შესახებ გვექნება თვითონ სექტორთან ერთობლივად სამუშაო, იმისთვის რომ 1 აპრილს გაიცათ, როდესაც ამოქმედდება ეს საკანონმდებლო აქტი სრულფასოვნად, აი მომენტისთვის სისტემა აბსოლუტურად გამართული იყოს და შეხვდეს ყველაფერი ამას მომზადებული. ეს არის საკანონმდებლო აქტი, რომლის მეშვეობითაც ძალიან ბევრი ისეთი საკითხი, რომელიც უკავშირდება ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, რაც გულისხმობს სისხლის გადასხმას საზოგადოდ, აი ყველა ეს საკითხი ახლებურად თანამედროვე ევროპული სტანდარტების მიხედვით დარეგულირდება. ამ საკანონმდებლო აქტის მიღება და შემდგომ მისი დანერგვა რეალურად ეს არის ერთ-ერთი ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვეკისრება ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე. 1 ოქტომბრიდან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქტის, მათ შორის ფსიქოტროპული მედიკამენტების საბითუმო რეალიზაციას მხოლოდ სახელმწიფო განახორციელებს. ამ გზით სამინისტრო სურს მინიმუმამდე შეამციროს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფარმაცევტული პროდუქციის არამიზნობრივად მოხმარების რისკები, როგორც დღეს აფთიაქების წარმომადგენლებთან შეხვედრისას მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, სახელმწიფო პროცესს მკაცრად გააკონტროლებს. ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, ცვლილება დადებითად დაისახება მოსახლეობაზეც, რადგან სახელმწიფოს არ აქვს კომერციული ინტერესი. შესაბამისად, ფარმაცევტული პროდუქტის საბითუმო დისტრიბუციის პირობებში ეს ხელს შეუწყობს მედიკამენტის ფასის დასტაბილურებას. აღნიშნული პროდუქციის შემოტანა და საბითუმო რეალიზაცია სახელმწიფო მართვაში მყოფ კომპანიას ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრს მიენიჭა. ახალი წესის მიხედვით სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული მედიკამენტის შესაძენად სამედიცინო დაწესებულებებმა და აფთიაქებმა შეკვეთა მიილზე უნდა გაგზავნონ და სპეციალური ფორმა შეავსონ, რაც ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ვებგვერდზე განთავსდება.
როგორც ცნობილია, ფსიქოტროპული მედიკამენტების მიწოდების ნაწილში მნიშვნელოვანი სიახლეები შედის ძალაში 1 ოქტომბრიდან, როდესაც პრაქტიკულად კერძო იმპორტიორების და კერძო საბითუმო რეალიზატორების ნაცვლად ყველა ამ ფუნქციას საკუთარ თავზე და საკუთარ პასუხისმგებლობად აიღებს სახელმწიფო. ამიტომ ამ პროცესში განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ საცალო რეალიზაციის ერთეულებთან, როგორიც არის ავტორიზებული აფთიაქები, როგორიც არის კლინიკები, რომელსაც ესაჭიროებათ ამ მარაგების შევსება და მიწოდება და დისტრიბუცია, მათთან მიმართებაში კომუნიკაციის არხების აწყობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჩვენ შევიკრიბეთ კიდევ ერთხელ მათთვის, რომ მიგვეწოდებინა ყველა ის მიმდინარე სიახლის შესახებ ინფორმაცია, რომელიც მოსალოდნელია, რომ 1 ოქტომბრიდან ამოქმედება და შევთანხმდით ასევე ამ ახალი რეფორმის ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის ფორმატებთან დაკავშირებით. სააქციო საზოგადოება ნიკორამ გალთენ-თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით 120 მილიონიანი პროგრამის ფარგლებში პირველი ტრანშის სახით 60 მილიონი ლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა. ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი 3 თვიან ტიბრს პლუს 3.5, ხოლო ვადად 5 წელი განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ ობლიგაციების ინვესტორთა მწრე მრავალფეროვანია და მოიცავს როგორც კერძო ინვესტორებს, ასევე ადგილობრივ ფინანსურ ინსტიტუტებს და საქართველოს საპენსიო ფონდს. ობლიგაციებით მოზიდულ სახსრებს კი კომპანია კაპიტალური დანახარჯებისთვის და ობლიგაციების რეფინანსირებისთვის გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ ჯგუფში შემავალი ნიკორა ტრეიდი არის პირველი კომპანია ვაჭრობის სფეროში, რომელმაც 2016 წელს გალთენ-თაგარტის მხარდაჭერით 5 მილიონი დოლარის ღირებულების ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე წარმატებით გამოუშვა. საქმეის აღამოს დასრულების შემდეგ თელარგელონტიას წერტილი გეოლდება, ნახოთ გადაცემის ანონსი. 2025 წლის მესამე კვარტალში წინა კვარტალთან შედარებით მშენებლობის სექტორში ბიზნესის მიმდინარე მდგომარეობის შეფასება გაუმჯობესდა, მაგრამ მომდევნო 6 თვის მოლოდინი გაუარესებულია. ბოლო 1 წლის განმავლობაში კი მშენებლობის სექტორში ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 20.1 ქულით არის გაუარესებული. დღეს BHG-ის ინდექსის მესამე კვარტლის შედეგებზე დაყრდნობით გავაანალიზებთ, რა განწყობებია სამშენებლო დეველოპერულ ბიზნესში და რას მიიჩნევენ დარგში ყველაზე მთავარ გამოწვევად. დღეს საღამოს 10:30-ზე BMG TV-ზე კომპანია არსის გენერალური დირექტორი ბესო ორთოიძე წერტილში თელარა გელანტიასთან ერთად. საქმეს აღამოს ტრადიციულად საფონდო ბირჟების მოხდებით ვაგზელებს და განვლით სავაჭრო სესიაზე უნდა ვთქვათ ორიოდი სიტყვა, რომელიც 9%-იანი ზრდით იყო გამორჩეული, ანუ პოზიტიური დინამიკა შეენიშნებოდა ამერიკულ ინდექსებთან მიმართებით, რომელსაც დღევანდელ სავაჭრო სესიაზე უკვე სამწუხაროდ ვეღარ ვხედავთ, ვინაიდან გვაქვს კორექცია, უფრო კონკრეტულად კი S&P 500-ის შემთხვევაში -0.8% გვაქვს, Dow Jones-თან -0.14%, Nasdaq-თან კი -0.19%, დიდად გამორჩეული განწყობა ინვესტორებს დღეს ამერიკულ საფონდო ბირჟაზე არ აქვს. აქვე კომპანიებსაც შეგვიძლია რა თქმა უნდა გადავალოთ თვალი. ამ შემთხვევაში ძირითადი კლება ფიქსირდება Google-თან, Amazon-თან, Meta-სთან, Broadcom-თან, Tesla-თან მიმართულებით, ხოლო გამორჩეულად კარგი შედეგი დღევანდელ სავაჭრო სესიაზე აქვს Nvidia-ს, რომელიც 2.9%-ით არის გაზრდილი, რაც ისედაც პლანეტის ყველაზე მსხვილი კომპანიისათვის ძალიან კარგი შედეგია. ამერიკიდან გადავიმოსოთ აზიაში. შანხაის ინდექსი არის გაზრდილი, როგორც ხედავთ, 9%-ით, ნიკეისთან კი კორექცია გვაქვს და ეს ვარდნა არის -0.25%, საერთო ჯამში გლობალურ საფონდო ბირჟაზე საკმაოდ არაერთგვაროვანი გარემოება. ნავთობს რაც შეეხება, ბრენტის ფასი შემცირებული არის დაახლოებით 1.5% და ის ამჟამად $66 შეადგენს, WTI კი საშუალოდ $63 ივაჭრება. კლება გვაქვს აგრეთვე ბუნებრივი ერთმანეთს საშუალოდ 3%-იანი და მეგავატ-საათი ენერგიის ფასი 31.5 ევროს შეადგენს. ოქრო პირიქით გაძვირებულია, როგორც ხედავთ, $+14 გვაქვს დღეს ბირჟაზე და უნცია მეტალის ფასი $3847 შეადგენს. დღეს მან რეკორდულ $3870-საც კი მიაღწია და ერთწლიან პერიოდში ფიქსირდება +44.9% ოქროს ასეთი კარგი წელი ისტორიაში არასოდეს ჰქონია და აქვე ანალიტიკოსები იმასაც კი ვარაუდობენ, რომ შეიძლება წლის ბოლომდე ოქროს ფასმა $4000 ძალიან მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ ნიშნულსაც კი მიაღწიოს. კრიპტოინდუსტრიაზე გადავინაცვლოთ, აქ ცვლილებები მინიმალურია მთელი დღის განმავლობაში. კლება გვაქვს საშუალოდ 1%-იანი და ბაზრის საერთო შეფასება ჩამოწდა, როგორც ხედავთ, 4 ტრილიონიან ნიშნულს. ბიტკოინის ფასი არის 112.800, ეთერიუმი კი $4100 ივაჭრება, კლება არის საშუალოდ 1%, დიდად გამორჩეული შედეგი აქ არ გვაქვს, კაპიტალიზაცია
ეთერიუმის არის დაახლოებით 9 ტრილიონი დოლარი, ბიტკოინთან კი 2 ტრილიონი 53 მილიარდი დოლარი. აქვე ტრადიციულად ლონდონის საფონდო ბირჟაზეც უნდა ვისაუბროთ, სადაც მოგეხსენებათ ქართული კომპანიები არიან წარმოდგენილნი. ამ შემთხვევაში უნდა დავიწყოთ საქართველოს ბანკით, რომელსაც დღევანდელ საბაჟო სესიაზე აქვს, როგორც ხედავთ, +2%. TBC-ს რაც შეეხება, აქაც დაახლოებით იგივენაირი ზრდა, +1.79%. აქვე ბოლოსკენ ჩვენს ეროვნულ ვალუტასაც ტრადიციულად უნდა გადავავლოთ თვალი, როგორც ხედავთ, ლარი დოლართან მიმართებით საკმაოდ მკვეთრად არის დღევანდელ საბაჟო სესიაზე გაუფასურებული და კურსი არის 2.72. ევროსთან კურსი გვაქვს 3.19, ხოლო სტერლინგის კურსია 3.66. და აქვე ბოლოს ორივე ესეთ თვალ უნდა ვთქვათ Foresight Investment Group-ზე და მის მიერ შემოთავაზებულ Foresight-ის ლარის ფონდზე, რომელიც საშუალებას გაძლევს თანხა განაცვლას ფონდში, ამით მიიღოთ ფინანსური სარგებელი და შექმნათ დოვლათი, ხოლო სარგებლის მოცულობა წრეულად საშუალო სტანდარტულად შეადგენს, როგორც თავად ხედავთ, დაახლოებით 9%, ანგარიზე 50,000 ლარზე მეტის ხონის შემთხვევაში კი სარგებლის მოცულობა დაჭარბებს 10%. ეს არის წრეული ამონაგები, რომელიც თქვენ გაიწყებათ ყოველდღიურ ფორმატში, ხოლო Foresight Investment Group არის ეროვნული ბანკის მიერ რეგულირებული საინვესტიციო კომპანია. მოკლედ, აი ეს ვითარება გვაქვს ჩვენ თებში გლობალურ საფონდო ბირჟებზე, საქმე საღამოწლის სხვა მნიშვნელოვანი საკითხებით ვაგრძელებთ. სოთბის სააუქციონო სახლი 1 ოქტომბერს აბუ-დაბიში ახლო აღმოსავლეთის რეგიონში ყველაზე ძვირად ღირებულ გამოფენას გამართავს. გამოფენა ჯამში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მოდერნისტი მხატვრების ვინსენტ ვან გოგის, რენე მარგრიტის, ედუარდ მუნკის, პოლ გოგენის, ფრიდა კალოს და კამილ პისაროს 6 ნამუშევარს მოიცავს. მსურველები ნახატების დათვალიერებას საადიტის კუნძულის კულტურულ რაიონში უფასოდ შეძლებენ. ამ შედევრების ახლო აღმოსავლეთში გამოფენის საშუალებას ხელიდან ვერ გაუშვებდით, განაცხადა ჯულიან დოუსმა, სოთბის იმპრესიონისტული და მოდერნისტული ხელოვნების მიმართულების ხელმძღვანელმა. ეს 6 შედევრი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე ცნობილი კოლექციების ნაწილია, ერთად ისტორიაში პირველად გამოიფინება. ეს გამოფენა მნიშვნელოვან ეტაპს აღნიშნავს სოთბის ცხოვრებაში, აცხადებს ის. აბუ-დაბის შემდეგ ნახატები ლონდონსა და პარიზში გაჩერდებიან, შემდგომ კი ისინი ნიუ-იორკში შემოდგომის აუქციონების სერიის ფარგლებში გაიყიდება. სოთბის სააუქციონო სახლის ახალი საერთაშორისო ოფისი ნიუ-იორკში ბრიუერის შენობაში ყოფილი უიტნის მუზეუმში სივრცეში ოფიციალურად 8 ნოემბერს გაიხსნება. ნამუშევრებიდან 3.50 წელზე მეტის არის საჯაროდ არ გამოტანილთან, 50 წელია საჯაროდ არ გამოტანილ, თორემ მათი ასაკი ბევრად დიდია. მუნკის ნახატი სახელწოდებით Midsummer Nights, რომელიც ლეონარდ ლაუდერის, ამერიკელი მილიარდერის კოლექციიდანაა, ვან გოგის Maison de Pendu და პოლ გოგენის რომანს პარიზიენ, ასევე მარგრეტის Le Jockey Perdu, მეთიუ და კეი ბუქსბაუმის ამერიკელი ფილანთროპისა და არტ კოლექციონერის კერძო კოლექციის ნაწილები არიან. გასული კვირის განმავლობაში რუსეთის მიერ ნატოს წევრი ქვეყნების წინააღმდეგ განხორციელებულმა პროვოკაციებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ნებისმიერ დროს შეიძლება გასცდეს არსებულ საზღვრებს და მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე გლობალურ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. სწორედ ამიტომ ჩვენი ჟურნალისტი ერეკლე ფოლოდიშვილი დაინტერესდა, რამდენად არიან ევროპელი ქვეყნები მზად ასეთი სცენარისთვის და როგორია მათი სამხედრო საშუალებები. ერეკლე, საღამომშვიდობის გისმენთ. საღამომშვიდობისა ბექა, მიესალმები ჩვენს მაყურებელს. როგორც ჩვენ აღნიშნე, რეალურად ვითარება საკმაოდ არასასიამოვნოა ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც ამერიკის შეერთებული შტატებისაგან განსხვავებით ისეთ შესაძლებლობას და ისეთ სტრატეგიულ უპირატესობას არ ფლობენ, რომ მაგალითად ოკეანის მეორე მხარეს იყვნენ რუსეთისაგან და სწორედ ეს არის ძირითადი გამოწვევა და მიზეზი, რატომაც განსაკუთრებით საინტერესოა მათი რეალური სამხედრო შესაძლებლობები და დღეს ჩემი მიზანი იქნება, რომ ჩამოგითვალოთ ის 5 ქვეყანა პლუს უკრაინა, რომლებიც ევროპაში ყველაზე დიდ სამხედრო შესაძლებლობებს ფლობენ. დავიწყოთ ბრიტანეთით, დიდი ბრიტანეთით, გაერთიანებული სამეფოთი, რომელიც ტერიტორიულად ევროპაში არ არის იმ ჩამოთვლილ ქვეყნებს შორის, რომლებზეც ვისაუბრებთ, ყველაზე დიდი, თუმცა ის ყველაზე დიდ თანხას ხარჯავს თავდაცვის ბიუჯეტზე, საუბარია 71 მილიარდზე, რაც შეეხება მის სამხედრო პერსონალს, იმის გათვალისწინებით, რომ 68,5 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, ფაქტობრივად 1
1,100,000 ადამიანი არის პირდაპირ სამხედრო პერსონალის ნაწილი და აქედან 184,000 ადამიანი არის აქტიური, მათგან დანარჩენი 924,000, რაც სხვათა შორის სხვა ქვეყნებთან შედარებით საკმაოდ არასტანდარტული ბალანსია, რეზერვშია. გადავიდეთ სამხედრო ავიაციაზე და შეუმფრენებზე. ამ კუთხით დიდი ბრიტანეთი საკმაოდ დიდ მხარდაჭერას უწევს უკრაინას, თუმცა თავად თავის შესაძლებლობები არც ისეთი მოცულობითია და ეს ცხადია განსაზღვრა და განაპირობა იმან, რომ დიდი ბრიტანეთი არ იყო იმ სცენარისთვის მზად, რომელიც რუსეთმა შესთავაზა მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით ევროპას. 2022 წელს ამ შემთხვევაში საუბარია 113 საბრძოლო გამანადგურებელზე ჯამურად, ხოლო შეუმფრენების რაოდენობა, მათ შორის იმათიც, რომლებიც პირდაპირ არიან მიმართული სამხედრო მოქმედებებისკენ და არა მხოლოდ გადაადგილებისკენ, არის 266. სახმელეთო საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისით საკმაოდ საინტერესო ვითარება გვაქვს. ტანკები ამ ქვეყანაში არის 227 აქტიური, ხაზგასმით აღნიშნავ ამას, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ცხადია ის უფრო მეტის შეძენასაც მოახერხებს, თუმცა ამჟამად მის საჭიროება ასეთია, რაც შეეხება სამხედრო მანქანებს, მათ შორის ჯავშან ტექნიკას, საუბარია 38,200-ზე, რაც სხვა ქვეყნებთან შედარებით არც ისე დიდია, თუმცა ცხადია ბრიტანეთმა უკეთესად იცის რა არის მისი პრიორიტეტი და მისი პრიორიტეტი ცხადია არის სამხედრო ფლოტი, იმიტომ რომ ის არის გამოყოფილი ევროპისაგან, ამ უპირატესობას ნამდვილად ფლობს ევროპის სხვა სახელმწიფოებისაგან და სწორედ ეს დაეხმარა მას მეორე მსოფლიო ომში, რომ არ გამხდარიყო მარტივად რომ თქვა გერმანიის, ნაცისტური გერმანიის ლუკმა. ავიამზიდების რაოდენობა არის 2, რომლებზეც განთავსებულია საბრძოლო გამანადგურებელები, თავად საზღვაო გამანადგურებელია 6, ფრეგატი 8, წყალქვეშა-ნავი, რომლებშიც არის ატომური იარაღი, განთავსებული არის 9. შემდეგი ქვეყანა, რომელზეც უნდა ვისაუბროთ, მოსახლეობის რაოდენობით ფაქტობრივად იდენტურია, საუბარია საფრანგეთზე, ემანუელ მაკრონის ხელისუფლებით არსებულ ქვეყანაზე ამჟამად, რომლის თავდაცვის ბიუჯეტიც არის 55 მილიარდი, მოსახლეობა როგორც აღნიშნე არის 68 მილიონი და ფაქტობრივად 100,000-იანი განსხვავება ამ ორ ქვეყანას შორის, თუმცა სამხედრო პერსონალის რაოდენობა საკმაოდ ნაკლებია ვიდრე დიდი ბრიტანეთის. საუბარია 200,000 აქტიურ წარმომადგენელზე ჯარისკაცზე, ხოლო რეზერვში არის 176,000 სამხედრო ნებისმიერ დროს, როცა დასჭირდება სახელმწიფოს. სამხედრო ავიაციის კუთხითაც ასევე არის უპირატესი ვითარება და ალბათ ეს მნიშვნელოვნად განსაზღვრა იმან, თუ რა საერთო ინტერესები აქვს საფრანგეთს არა მარტო ევროპაში, არამედ მათ შორის აფრიკაშიც. ამ შემთხვევაში საფრანგეთს ყავს 226 გამანადგურებელი, შეუმფრენების რაოდენობა 458. სახმელეთო საბრძოლო ტექნიკაზე უნდა ვისაუბროთ, სადაც წარმოუდგენელი ფაქტობრივად სამმაგი განსხვავება ბრიტანეთთან შედარებით, თუ ტანკების რაოდენობა დაახლოებით იდენტურია, თუმცა ეს ტანკები ცხადია, ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და ამიტომ არის ასეთი ინტერესი უკრაინის მხრიდან, რომ მათგან მიიღოს დახმარება ისევე როგორც ბრიტანეთისგან. სამხედრო მანქანების კუთხით, ცხადია უგულისხმობა მასში ჯავშან ტექნიკასაც 111,000-მდე ადის სამხედრო მანქანების რაოდენობა, არტილერია არის 105-ის ფარგლებში, ხაზგასმით ვიმეორებ, რომ ეს არის ის, რასაც აქტიურად ახლა იყენებს და ნებისმიერ დროს საბრძოლო მოქმედებებისთვის არის მზად. სამხედრო ფლოტი, რა თქმა უნდა, ავიამზიდის ხელმძღვანელობით ყავს საფრანგეთს, იმიტომ რომ ისიც არის უმნიშვნელოვანესი გლობალური ძალა და მასაც წყალქვეშა-ნავში განთავსებული აქვს ატომური იარაღი. გამანადგურებებისა და ფრეგატების რაოდენობით კი, როგორც Global Firepower-ისგან ვიგებთ, რეალობად საკმაოდ შეიძლება ითქვას არ არის მაინც და მაინც საოცარი. 11 გამანადგურებელია მათ შეიარაღებაში და 11 ფრეგატი. გადავიდეთ მესამე ქვეყანაზე, იტალიაზე, რომელიც არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ქვეყანა იმ კუთხით, რომ მას მართავს ერთადერთი ალბათ კონსერვატორი, რომელიც საკმაოდ უჭერს მხარს, საუბრობ ჯორჯა მელონიზე და ისიც საკმაოდ დიდ თანხას ხარჯავს, თუმცა ევროპასთან, საფრანგეთთან და ბრიტანეთთან შედარებით მას დაახლოებით 20 მილიარდიანი ჩამოვარდნა აქვს, ასე რომ ვთქვათ, თავდაცვის ბიუჯეტის კუთხით. 60 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 61 დაახლოებით, 289,000 ადამიანი არის სამხედრო პერსონალში და აქაც დაახლოებით საფრანგეთის მსგავსი ვითარება გვაქვს, როცა საშუალო ბალანსი არის დაჭერილი აქტიურ და რეზერვში მყოფ პერსონალზე, რაც შეეხება სამხედრო ავიაციას, საბრძოლო გამანადგურებელები მათაც საკმაოდ ყავთ 156 ასეთი გამანადგურებელია, შეუმფრენი არის 429. სახმელეთო საბრძოლო ტექნიკას რაც შეეხება, აქაც როგორც ხედავთ ევროპის შემთხვევაში ძირითადად ტანკების კუთხით განსაკუთრებული მოთხოვნილება როგორც ჩანს აქტიურ მოქმედებაში მყოფის და იმის, რომელიც მზად არის
სწრაფად ჩაერთოს საბრძოლო მოქმედებებში ნებისმიერ რისკის შემთხვევაში არც ისე დიდია. სამაგიეროდ სამხედრო მანქანების რაოდენობა არის წარმოუდგენლად დიდი, 73480-ია საუბარი. არტილერია მას საფრანგეთზე მეტი აქვს, როგორც ჩანს, უფრო მეტ რისკს ხედავს. იტალია სამხედრო ფლოტის თვალსაზრისით ავიამზიდი ასევე ორი ყავს, რაც საინტერესოა. იტალიის შემთხვევაში გამანადგურებელია 3, ფრეგატია 10, ხოლო სხვადასხვა ტიპის წყალქვეშა ნავი არის 8. გადავიდეთ მეოთხე ქვეყანაზე. ამ შემთხვევაში ეს არის გერმანია, რომელიც წესით არ უნდა იყოს ასეთ პოზიციაზე, იმის გათვალისწინებით, რომ მას საკმაოდ დიდი მოსახლეობა ყავს და თავდაცვის ბიუჯეტით საკმაოდ დიდია და მით უმეტეს მერცის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ქვეყანამ დაისახა მიზნად, რომ 500 მილიარდი დახარჯოს შეიარაღების განვითარებაზე და გახდეს ნატოს წამყვანი, დაუბრუნდეს იმ, ასე რომ ვთქვათ, ძველ სიძლიერეს, რაც ჰქონდა გერმანიას განსაკუთრებით კანცლერი მერკელის პერიოდამდე. სამხედრო პერსონალი ამჟამად არის 215.000, აქედან აქტიური არის 191.000, როგორც ჩანს, ისინი უფრო მეტად გრძნობენ საფრთხეს და აქტიურად ყავდეთ ჯარისკაცები გაცილებით ურჩევნიათ, რეზერვი კი მხოლოდ 34.000 შეადგენს, თუმცა ამის ზრდასაც ველით, როგორც ფრიდრიხ მერცი გაანმარტავს, სამხედრო ავიაციის კუთხით მათაც ყავთ 200-მდე საბრძოლო გამანადგურებელი შეუმფრენების რაოდენობა 363. სახმელეთო საბრძოლო ტექნიკის თვალსაზრისით აქ იტალიაზე გაცილებით მეტი რაოდენობაა დაფიქსირებული, 296 ტანკია, სამხედრო მანქანა მათ შორის ჯავშან ტექნიკა არის 83.260, ხოლო არტილერია არის 167. ცხადია, კიდევ ერთხელ განმარტავ, ეს არის ის, რასაც აქტიურად იყენებს ქვეყანა, თუმცა სამხედრო ფლოტის თვალსაზრისით გვაქვს საინტერესო ვითარება, მათ ავიამზიდები და პირდაპირ გამანადგურებლები, როგორც ჩანს, პრიორიტეტად არ აქვთ, ისინი ალბათ უფრო მეტად სამხედრო ტექნიკაზე და ტანკებზე ამახვილებენ ყურადღებას. სამაგიეროდ ფრეგატია 11 და წყალქვეშა ნავი, ცხადია, ასეთი მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია და მათ ყავთ 6 წყალქვეშა ნავი. გადავდივართ ევროპის ყველაზე, ალბათ ერთ-ერთ ყველაზე დაცულ ქვეყანაზე, რუსეთისთან მომავალი საფრთხეების კუთხით, ეს არის ესპანეთი, რომლის თავდაცვის ბიუჯეტიც უკვე ვხედავთ და ცხადია 50 მილიარდისაგან განსხვავებით საკმაოდ ქვევით არის 23 მილიარდსაც მცირედით ცდება მხოლოდ. თუმცა რეზერვში და სამხედრო პერსონალი ზოგადად არ არის მცირე, მათი მომზადების და ცოდნის შესახებ ცალკე საკითხია, რამდენად მიიღებდა ცოდნას ის ქვეყანა, რომელიც გაცილებით უფრო თხილობს რუსეთთან მიმართებით, თუმცა მათი აქტიური პერსონალი მაინც არის 123.000, რაც საკმაო რაოდენობაა, ასევე რეზერვი ყავთ 93.000. განსხვავებით გერმანიისაგან, რომელსაც უფრო ნაკლები ყავს, სამხედრო ავიაცია ამ შემთხვევაშიც, როგორც ნატოს წევრი ქვეყნისთვის არის 159 და ეს საკმაოდ დამაკმაყოფილებელი შედეგია, თუ გავითვალისწინებთ ნატოს ერთობლივ შესაძლებლობებს, შეუმფრენი არის 170, ტანკი ამ შემთხვევაში არის 317 და იმედია დადგება ის პერიოდი, როცა უფრო მეტად დაეხმარებიან უკრაინას, სამაგიეროდ ჩამოვარდნა გვაქვს ალბათ ბიუჯეტმა ამაზე ძალიან მოქმედა, მხოლოდ 17.626 სამხედრო მანქანა, არტილერია კი 400-მდეა, ეთყობა უფრო მეტად არა პირდაპირ დაპირისპირებას და ბრძოლებს, არამედ შორ მოქმედებას ანიჭებენ უპირატესობას. აი ამის ნიშანი ასევე არის სამხედრო ფლოტი, რომელშიც ფრეგატი 11-ია, გამანადგურებელი არც ერთი, თუმცა ავიამზიდია, რომელზეც საბრძოლო ხომალდებია და წყალქვეშა ნავების რაოდენობა არის 2. და უნდა გადავიდეთ ბოლო ქვეყანაზე, რომელიც არის რეალურად დღეს ჩემი ამ დაინტერესების განსაკუთრებული მიზეზი, ეს არის უკრაინა, სახელმწიფო, რომელიც არ შედის ცხადია ტოპ 5-ში, თუმცა იმსახურებს აღნიშნას, ეს არის სახელმწიფო, რომელიც 35 ამჟამად მის მოსახლეობა არის 35 მილიონი, თუმცა ხარჯავს იმაზე მეტ თანხას თავდაცვის ბიუჯეტზე, ვიდრე ჩემი მიერ ჩამოთვლილი სახელმწიფოები და ეს ცხადია და გასაგებია, რატომაც ხდება. მისი სამხედრო პერსონალი ამჟამად არის 2.200.000 და ალბათ ამას ახსნა არ ჭირდება, რატომ არის ასე. აქტიური პერსონალი არის 900.000, თუმცა თუ გავითვალისწინებთ რა ვითარებაც არის ქვეყანაში, რეზერვი მუდმივად მზად არის სამხედრო მოქმედებებში ჩასართავად, საბრძოლო შეიარაღება მუდმივად განახლებადია, თუმცა ამჟამად Global Firepower-ის ინფორმაციით მათ შეიარაღებაში ყავთ 106 გამანადგურებელი, სამხედრო ავიაციის კუთხით შეუმფრენების თვალსაზრისით გვაქვს 175 შეუმფრენზე საუბარი, სამაგიეროდ ტანკების კუთხით გვაქვს საკმაოდ დიდი განსხვავება ყველა სხვა ქვეყნისგან, 1114 ტანკია აქტიურ გამოყენებაში, სამხედრო მანქანა 18.920, არტილერია ასევე გასაგები მიზეზების გამო არის წარმოუდგენლად გაზრდილი სხვა ქვეყნებთან შედარებით და შეადგენს 1552. აი სამხედრო ფლოტის კუთხით კი უკრაინას აქვს
გასაგებია რუსეთის წყალებში რომ თქვა დამსახურებით საკმაოდ ცუდი შედეგი, მას აღარ ყავს არც ერთი გამანადგურებელი ფრეგატი, არც ფრეგატი, თუმცა აღარაფერს ვამბობ ავიამზიდებზე, რომლებიც არც ყოლია. სამაგიეროდ უკრაინას აქვს ის, რაც ჩემი ერთ ჩამოთვლილ ქვეყნებს არ აქვს, ეს არის დრონების გამოყენების საკმაოდ დიდი უპირატესობა, ის აქ არ მოხვედრილა, თუმცა ყველა ვხედავთ რა რამდენად ეხმარება უკრაინას აი ამ უთანაბრო ბრძოლაში თავისი პოზიციების გამყარებაში. მოკლედ ასეთია სოფლიოში ვითარება სოფლიოში და განსაკუთრებით ევროპაში, რომელიც ყველაზე მეტად ფიქრობს რუსეთისაგან მომავალი საფრთხეებისგან თავის დაცვაზე. ნატო იმედია მოახერხებს პოზიციების შეჯერებას და იმ რისკებისგან თავის არიდებას, რასაც რუსეთთან ომი ჰქვია, თუ ომი იქნა, ცხადია ევროპა ამისთვის მზად იქნება. მადლობა, ეს ერეკლე ფოლადიშვილი იყო, ემშვიდობებით მას და საქმიან საღამოს გავაგრძელებთ ზუსტად 1 წუთში. დღეს იწურება ვადა, რომელშიც ქვეყანაში არსებულმა საშუალო და მსხვილმა ბიზნესმა საკუთარი 2024 წლის ფინანსური შედეგები ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის სპეციალურ პორტალზე რეპორტალ G-ზე უნდა წარადგინონ. აღნიშნული მოთხოვნა ეხებათ პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის კომპანიებს, ასევე პირველი, მეორე და მესამე კატეგორიის ჯგუფებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს. საქართველოს პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. სისხლის სამართლებრივი დევნა უცხო ქვეყნის მოქალაქისა და იურიდიული პირის მიმართ დაიწყო ინფორმაციას, თავად პროკურატურა ავრცელებს. 30 სექტემბრის მონაცემებით კახეთში გადამუშავებული 163,000 ტონამდე ყურძენი. ღვინის საწარმოებს ყურძენი 13,000-მდე მევენახემ ჩააბარა. ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით მოსავლის დაბინავება კახეთის რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს. საქმიან საღამოში დრო ვისაუბროთ თემაზე, რა მოხდა დღეს მსოფლიოში და ვიწყებთ დრონების დრამა, მოკლედ ევროპის მასშტაბით გრძელდება. ამჯერად უნგრეთს მივადექით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა განაცხადა და ამტკიცებს, რომ უნგრული დრონები უკრაინის საზღვარზე არ გადასულან, არ გადაუკვეთავთ უკრაინის საჰაერო საზღვარი, თუმცა მან ასევე აღნიშნა, რომ ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან უკრაინა სუვერენული სახელმწიფო არ არის და უნგრული დრონების მიერ მათი საზღვრის დარღვევა პრობლემა არ უნდა იყოსო. ორბანი ასევე ირწმუნება, რომ უკრაინა დამოუკიდებელი არ არის ამ არგუმენტის გასამყარებლად, ის ამბობს, რომ მას დაფინანსება დასავლეთისგან მისდის შესაბამისად ის დამოუკიდებელი სახელმწიფო და არ არის და არ უნდა იქცეოდეს ისე როგორც სუვერენული სახელმწიფო. მოკლედ ეს განცხადება ორბანმა გააკეთა ერთ-ერთ პოდკასტში სტუმრობისას, ამასთან მან ასევე თქვა, რომ უკრაინა ყურადღებას არა უნგრულ დრონებს, არამედ აღმოსავლეთ ფრონტს უნდა აქცევდეს და იქით უნდა იყოს ორიენტირებული. ასევე ორბანთან მიმართებით არა, მაგრამ ვოლოდიმერ ზელენსკიმ რო გავიხსენოთ ეს განცხადება 26 სექტემბერს იყო გაკეთებული, რომ უნგრულმა დრონებმა დაარღვიეს უკრაინის საჰაერო საზღვარი და სადაზვერო დრონები იყო, რომლებიც გარკვეულ ინფორმაციას აგროვებდნენ. ამას მალევე გამოეხმაურა შემდეგ უნგრეთის თავდაცვის მინისტრი, რა თქმა უნდა ეს ფაქტი უარყო და განაცხადა, რომ ზელენსკი უბრალოდ შეიშალა, ზუსტი ციტატა რომ მოვიყვანოთ, ანტიუნგრული განწყობების გამო შეიშალა და მას მოჩვენებები ელანდება, ასეთი შეფასება გააკეთა უკვე უნგრეთის თავდაცვის მინისტრმა. ასევე 27 სექტემბერს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა სიბიხამ განაცხადა, რომ უკრაინის შეერაღებულმა ძალებმა უნგრული დრონების მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევის შესახებ მტკიცებულებები შეაგროვეს ბრმა უნგრელი ჩინოვნიკებისთვის, ანუ რეალურად უკრაინა აცხადებს, რომ არის მტკიცებულებები, რომელიც ადასტურებს, რომ უნგრული დრონები იმყოფებოდნენ უკრაინის ტერიტორიაზე, რისთვის, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჩვენთვის კომისიის ცნობი არ არის, თუმცა ფაქტი ის არის, რომ გარკვეულწილად უნგრეთის მხრიდან ასე ვთქვათ დარღვეული იყო უკრაინის საჰაერო საზღვრები. დრონების თემატიკა უნდა გავაგრძელოთ და როგორც ჩანს, ევროკავშირი უკრაინას განმოუყოფს დამატებით 2 მილიარდ ევროს დრონების წარმოების განვითარებისათვის. დრონების თემა უკრაინისათვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რადგანაც რუსეთ-უკრაინის ომმა ცხადყო, რომ რეალურად საავიაციო სივრცის მომავალი არის არა ავიაგამანადგურებლების, არამედ დრონების, ვინაიდან დრონის ოპერირება არის 100-ჯერ უფრო იაფი ვიდრე ავიაგამანადგურებლის და თანაც აქ არ არის ადამიანური სიცოცხლის რისკი, ანუ პილოტის ჩამოგდების და დაღუპვის საფრთხე უბრალოდ არ არსებობს. დრონის ოპერატორს შეუძლია რეალურად 100,000-ობით მისიაც კი განახორციელოს, თუ კი ამისი სურვილი და ფიზიკური შესაძლებლობა ექნება დრონი იმართება მოგეხსენებათ დისტანციურად. 2 მილიარდი ევრო ნატოსთან კოორდინაციით გამოიყოფა და აქ საუბარი იქნება როგორც პირდაპირ ფინანსურ
დახმარების პაკეტზე, ასევე საწარმოს განვითარებაზე, ეს აღმოსავლეთის ფლანგის ძალიან მასშტაბური პროექტის ნაწილია, რაც გულისხმობს უკრაინაში საწარმოების განვითარებას და ჩვენ ვიცით, რომ ბოლო პერიოდში რაღაცნაირად უკრაინა დრონების წარმოების გლობალურ ხაბადაც კი ჩამოყალიბდა იქ, რომ ჩადიან როგორც ევროპული, ასევე ამერიკული და თურქული კომპანიებიც, მათ შორის ბაიკარი, იქ აწარმოებს ახლა ბაირაქტარების ზოგიერთ სერიას, აგრეთვე ამერიკელების მხრიდან არის ძალიან დიდი დაინტერესება, რადგანაც უკრაინაში სწორედ ამ ომის გამო დაგროვდა დიდი ნოუ-ჰაუ, შესაბამისად დრონების მათ შორის წარმოებაც და გამოყენებაც დღეს უკრაინაშიცია ყველაზე კარგად, შესაბამისად ძალიან ლოგიკურია, რომ იქ იყოს წარმოება, ვინაიდან მოხმარებაც ყველაზე მაღალი იქ არის, ტრანსპორტირების ხარჯები ქრება, ამითი და როგორც თქვი, ტექნიკური ნოუ-ჰაუ დღეს უკრაინაში არის უბრალოდ შეუდარებელი, ამიტომაც ეს ქვეყანა დრონების წარმოებისათვის წარმოადგენს იდეალურ ნიადაგს. ერთადერთი პრობლემა ეს არის დაცულობა, საწარმოს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, თუმცა როგორც ჩანს, ამ მიმართულებით უკრაინას აქვს გარკვეული სტრატეგია და უსაფრთხოების გარანტია კომპანიებისთვის. ხო, რა თქმა უნდა, გასაიდუმლოებულია და ეს ობიექტები არ იქნება განთავსებული გზის პირას, სადაც შეიძლება რაღაც რაკეტა მოხდეს. არა, ეს იქნება სპეციალურ ბუნკერში სავარაუდოდ და შესაბამისი დაცულობის პირობებით. რაც შეეხება ამ დრონების სამიზნებს, ვლადიმერ პუტინმა საშემოდგომო სამხედრო გაწევის ბრძანებას მოაწერა ხელი. ამ შემთხვევაში სამხედრო სამსახურში წინასწარი მონაცემებით 125,000 ადამიანს გაიწვევენ. გაწევა შეეხება 18-დან 30 წლამდე. მოქალაქეებს ასევე რეზერვში გადავლენ ჯარისკაცები, მეზღვაურები, სერჟანტები და ოცნებაურები, რომელთაც გაწევის ვადა ამოეწურათ. გაწევა 1 ოქტომბერს დაიწყება და ჯამში გაგრძელდება წლის ბოლომდე, ანუ 31 დეკემბრის ჩათვლით მოხდება დაახლოებით 135,000 ადამიანის მობილიზება. ბოლოჯერ რუსეთმა გაწევა გამოაცხადა 2025 წლის, ანუ მიმდინარე წლის გაზაფხულზე. მაშინ დასახელებული რიცხვები დაახლოებით 160,000-მდე ადამიანი იყო. მაშინ ეს გაწევა, რომელიც მიმდინარეობდა პრინციპში აქამდე 1 ოქტომბრამდე იყო ძალაში, დაახლოებით 160,000 ადამიანს შეეხო და ახალი გაწევის შედეგად რუსეთი ვარაუდობს, რომ საკუთარ ჯარებს 135,000 ახალი ასე ვთქვათ ჯარისკაცი შეავსებს. ხო, ამ ჯარს სჭირდება დაფინანსება, შესაბამისი რესურსების გამოყოფა და ამაზე ზრუნავენ რუსეთში. უკვე მიიღეს 2026 წლის ახალი ბიუჯეტის პროექტი. აქ თავდაცვის კომპონენტი არის ყველაზე აგრესიულად გაზრდილი და მისი მოცულობა მომავალი წლისათვის შეადგენს 168,9 მილიარდ დოლარს. ლამის 15 მილიარდიანი ნახტომია წინა წელთან შედარებით და უკვე თავდაცვის შეიარაღების პოლიციისა და სპეცრაზმის დაფინანსების საერთო ბიუჯეტი შეადგენს მთლიანი ქვეყნის ბიუჯეტის 38%. ასეთი მაღალი თავდაცვის ბიუჯეტი ლამის არც ერთ ქვეყანას არ აქვს პლანეტაზე, აი უკრაინას თუ არ ჩავთვლით მაგალითად, რომელიც მეორე მხარეს იმყოფება რეალურად ამ ბიუჯეტის საწინააღმდეგოდ, რომელიც თავდაცვის პროცესში არის ჩართული, ხოლო რუსეთს ამ ბიუჯეტის წარმართვა უწევს, რა თქმა უნდა, თავდასხმაზე, შეტევაზე და აგრესიაზე. დიდად ჩაშლილი ეს ბიუჯეტი არ არის, რადგანაც რუსეთის ფინანსთა სამინისტრო გამჭვირვალობით ამ მიმართულებით არ გამოირჩევა, უწერია სხვა ხარჯები და სხვა ხარჯებში რა მიიაზრება ეს ნამდვილად არ ვიცით, მაგრამ ვიცით, რომ თანხის უდიდესი ნაწილი წავა სწორედ ომის დაფინანსებაზე, მათ შორის ახალწოულების მომარაგებაზე, გადამზადებაზე, მათთვის იარაღის მიცემაზე და აგრეთვე იმ საბრძოლო ტექნიკის წარმოებაზე, რომელიც რუსეთს დასჭირდება მომდევნო პერიოდის განმავლობაში უკრაინის წინააღმდეგ ომში. აქვე დაფინანსების მეთოდოლოგიაზეც უნდა ვისაუბროთ. პირველ რიგში ეს არის გაზრდილი DGG, რომელიც 22% იქნება, ეს უკვე დანამდვილებით ვიცით და ასევე პოტენციურად მოზიდული ვალი საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან, აქ ზედმეტად ჩინეთზე არის გათვლილი ჩინური ობლიგაციების განთავსების გზით და აგრეთვე შიდა ვალი. აგრეთვე თეორიულად განიხილება კიდევ ერთი ვარიანტი, რაც შეიძლება არ დამტკიცდეს და ეს უკავშირდება სოციალურ პროგრამებზე თანხის მოკრებას და მის გადატანას თავდაცვის ბიუჯეტში. ამას შეიძლება ქვეყანაში შედარებით არასტაბილურობა მოხვდეს, რადგანაც სოციალურ პროგრამების შემცირება ზოგადად მოსახლეობა ყოველთვის ძალიან ნეგატიურად იღებს, მაგრამ ეს ვარიანტიც არსებობს რუსეთში და შეიძლება კრემლმა ესეც აქტიურად განიხილოს. ხო, სავარაუდოდ ეგ ბოლო ვარიანტია, რომელსაც ალბათ კრემლი განიხილავს იმ შემთხვევაში, თუ სხვა სახსრებით ვერ მოახერხებს ამ ომის დაფინანსებას. ამერიკის შეერთებული შტატები და ვიზიტი ბენიამინ ნეტანიაჰუსი, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც პრინციპში მთელი მსოფლიო ელოდებოდა შეხვედრას დონალდ ტრამპსა და ნეტანიაჰუს შორის. ჩვენ წინასწარი განცხადებები, რაც კეთდებოდა დონალდ ტრამპის მხრიდან, ვიცოდით, რომ ის ძალიან ახლოს არის იმასთან, რომ მშვიდობას მიაღწიოს ახლო აღმოსავლეთში. ამ შემთხვევაში ტრამპმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ თეთრსახში შეხვედრა იყო წარმატებული და მშვიდობისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადაიდგა. ახლა პრინციპში ტრამპის განცხადებითვე ასევე ელოდებიან ჰამასის
გადაწყვეტილებას იქნება თუ არა მშვიდობა რეგიონში. შესაბამისად, მან მადლობა გადაუხადა ბენიამინ ნეტანიაჰუს იმისთვის, რომ ამ მოლაპარაკებების პროცესში იყო პოზიციაზე, რომელიც მომგებიანი იქნება მისთვის, მთელი მსოფლიოსთვის, რა თქმა უნდა, თავად დონალდ ტრამპისთვის, იმისთვის, რომ მისი იმიჯი, ასე ვთქვათ, რომელიც არის ომებთან დასრულების უფრო გამყარებული იყოს, მშვიდობის ყოფილი, რომელსაც ნობელის პრემიაც სურდა, მაგრამ ხუმრობი თუ არა ეგ არ ვიცით, თემას არ მიუბრუნდეთ ხომ. მოკეთ, ბენიამინ ნეტანიაჰუმ ასევე თეთრსახში გააკეთა, რა თქმა უნდა, მან განცხადება და თქვა, რომ თუ რაიმე ტიპის გადახვევა და დარღვევა იქნება ჰამასის მხრიდან ამ შემთხვევაში, თუ სამშვიდობო მოლაპარაკებებს ისინი დათანხმდებიან, გარკვეულწილად ისინიც მოაწერენ ხელს მშვიდობას, მაშინ არანაირი გადაცდომა არ უნდა იყოს, თორემ ისრაელი საკუთარი ძალებით მიხედავს კვლავ ამ საქმეს, ანუ რაღაცა წერტილს უბრუნდებით, საიდანაც შეიძლება რომ დაიწყოს ყველაფერი, ვნახოთ შედგება თუ არა საბოლოო ჯამში შეთანხმება. ახლა დონალდ ტრამპიც ბენიამინ ნეტანიაჰუს და პრინციპში მსოფლიოს უდიდესი ნაწილიც ელოდება ჰამასის გადაწყვეტილებას, რა ტიპის მშვიდობა შეიძლება დამყარდეს ღაზა სექტორში. გლობალურ ბიზნესზე უნდა ვისაუბროთ ამ მიმართულებით ძალიან დიდი გარიგება გვაქვს. ეს უკავშირდება ვიდეო თამაშების ინდუსტრიის გიგანტს EA-ს, ანუ იგივე Electronic Arts, რომელიც ჩაიხსნა ოფიციალურად საფონდო ბირჟიდან, რადგანაც იგი გახდა კერძო კომპანია, გადავიდა არაბული საინვესტიციო კონსორციუმის საკუთრებაში. აქ რამდენიმე მხარეა, მათ შორის არის თავად საუდის არაბეთის საინვესტიციო საჯარო ფონდი, ანუ სახელმწიფო რეალურად, აგრეთვე არის Silver Lake და ასევე არის ჯარედ კუშნერთან დაკავშირებული Affinity Partners-ი. ამ კონსორციუმმა შეისყიდა EA და მასში გადაიხადა ჯამურად 55 მილიარდი დოლარი. Electronic Arts-ი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ვიდეო თამაშების მწარმოებელი კომპანია პლანეტაზე, რადგანაც მას არაერთი საკულტო თამაში შეუქმნია, მათ შორის არის Battlefield, FIFA, ამჟამად FC. ერთ-ერთი უძველესი, ხო? კი, ერთ-ერთი უძველესი, აგრეთვე არის F1, Sims, Need for Speed, Minimum Need for Speed, ალბათ ყველაზე უთამაში. აგრეთვე არის ახლებიდან Apex Legends, Star Wars, Mass Effect, მოკლედ, ასობით თამაშზე არის საუბარი. EA სრულად გადავა უკვე არაბების საკუთრებაში და ისინი ამბობენ, რომ კომპანიას მიეცემა შესაძლებლობა, რომ განავითაროს გრძელვადიანი პროექტები, აღარ იყოს ფოკუსირებული მომდევნო კვარტალის შედეგებზე და უფრო მეტი ამბიციურობა და კრეატივი ჩადოს მასშტაბურ პროექტებში, რომელთაც სჭირდებათ ხშირად რამდენიმე წელიწადი. Need for Speed Underground. კიბერშეტევით გამოწვეული შეფერხებები ჰქონდა Jaguar Land Rover-ს, ბრიტანულ ავტომწარმოებელს და ეს კიბერშეტევით გამოწვეული შეფერხებები არის აღმოფხრილი. ეს განცხადება თავად კომპანიამ გააკეთა. თვის დასაწყისში განხორციელდა შეტევა და პრობლემები იყო საკმაოდ დიდი კომპანიისთვის. შესაბამისად, მომავალი კვირიდან კომპანია ფიქრობს, რომ ყველაფერი ამოწურულია, მიწოდების და წარმოების ჯაჭვში, ასე ვთქვათ, პრობლემები აღარ შეიქმნება და შესაბამისად აღადგენს ჩვეულ რეჟიმში მუშაობას. შეფერხების და ფინანსური ზარალის ფონზე ასევე ბრიტანეთის მთავრობამ, რომელიც ძალიან უფრთხილდება ამ კომპანიას, 1.5 მილიარდი გირვანკა სტერლინგის სესხი გამოუყო, ეს დაახლოებით 2 მილიარდი დოლარია და კომპანიას მიეწოდება, ასე ვთქვათ, საჭირო წარმოების აღდგენისთვის და მიწოდების ჯაჭვის აღდგენისთვის ეს დაფინანსება იქნება მიმართული აქეთკენ. შეფერხების დროს მთავრობა სწავლობდა გზებს, თუ როგორ დახმარებოდა, როგორც თავად კომპანიას, ისე მომწოდებლებსაც. ზოგიერთი მცირე მომწოდებელი აცხადებდა, რომ მაქსიმუმ 1 კვირის მარაგი დარჩებოდა ნაღდი ფულით, სანამ საქმიანობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებდა. მოკეთ, საკმაოდ მძიმე პერიოდი გაიარა Jaguar Land Rover-მა, თუმცა როგორც ჩანს, ეს პრობლემა ამოწურულია. ამ 1.5 მილიარდის დახმარებითაც სავარაუდოდ კომპანია მოახერხებს, რომ ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდეს როგორც წარმოების, ასევე მიწოდების ნაწილში. საქმის საღამოს ამ ინფორმაციით ვასრულებთ. მადლობა ყურადღებისთვის. პროექტი. მომავალ შეხვედრამდე. საქმიანი საღამოს სპონსორია კორა კონსალტინგი.